ჩემმა შვილმა მითხრა რომ მე პოლიციელი უნდა გამოვიდეო. მეთქი არ გინდა არ დაგიფასდება უმადური პროფესია. არა მე სრულმოწმე პოლიციელი უნდა გამოვიდეო. მეთქი ჩემი ჭკვიანი ბინიანი გოგო ვინ არის? იმათე რომ გითხრათ ციხეში მოხვედრის მეშინია ეგრეც არ არის. იმიტომ რომ დღევანდელ სიტუაციას თუ გავითვალისწინებთ, შევალ ციხეში და იქ დამხდებიან ვიღაც მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, ტიპების სისტემას ანგრევენ, გაზეთებს ბეჭდავენ. მე კიდე უბრალოდ ნაყინი მენატრება, ხდები ლოლო. წარმოიდგინეთ, უბრალოდ სტრესი არის, როცა ციხეში ზიხარ და იმაზე ფიქრობ, რომ საკანში საშუალო IQ-ს დაბლაწევ. აიკრძალა აკუსტიკური იარაღის შეძენა შსს-ს ნებართვის გარეშე. ეს არის იარაღი, რომელიც უბრალოდ ხმას გამოსცემს და ჰაერში ისვრიან ხოლმე. რა ვერ გაიგეთ ხალხო, ჰაერში სროლა არ შეიძლება, მარტო როცა ნასვამი ხარ და ქურდულებს უსმენ. თია წულუკიანმა ბიჭების ციხიდან გამოსვლაზე ძალიან სულელური კომენტარები გააკეთა, ვაღიაროთ. მაგრამ არ გაგვიკვირდეს ხალხო, ეს ბუნებრივია, რადგან თიას იმდენი ბავშვი ყავს ნაჭამი, ყველაფერი გულუბრყვილოდ ჟღერს მისი პირიდან. ეს ძალიან ბუნებრივია. ბოლოს მინდა წავიკითხო პაატა შამუგიას ლექსი მიმართვა ბატონ მამუკა მდინარაძეს. ხალხი ვერ შეთანხმდა მამუკა ბატონო. ზოგი გწერთ, ბატიც კი არ უნდა განდონო. სხვები ამბობენ, უნდა განდონო. დიახაც განდონო, ნამდვილად განდონო. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა.